გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. მეგობრებო, ჩვენ მართლა განსაკუთრებული ქვეყანა ვართ. ასეთი ქვეყანა მართლა სანთლით საძებარია. ახლა მის მშვენიერ და ლამას მხარეებზე ლაპარაკს არ დავიწყებ, მეშინია რამე არ გამომჩეს და ვინმეს ან რამეს არ ეწყინოს, მაგრამ უარყოფითი მხარეების განსაკუთრებული გვაქვს. ჩვენი გასაცოდავებული, გაუბედურებული, სახე დაკარგული და უნიათო ოპოზიცია რომ ავიღოთ, ისიც სხვა ქვეყნების ოპოზიციებთან შედარებით გამორჩეული, უზნეო და უცნაურზე უცნაურია. მე რომ მკითხო, მათ თავიანთ თავს ოპოზიციას არ უნდა უწოდებდნენ, რადგან ოპოზიციასთან ასე მგონია ყველა რაღაც დადებიცა და კრეატიულს ელოდება და არა უარყოფითსა და მავნებლურს. როდესაც მიშას სადისტური რეჟიმი მძვინვარებდა, მაშინ არსებული ოპოზიცია მართლა საჭირო ჭეშმარიტად ოპოზიციურ საქმეს აკეთებდა და თეთრზე თეთრს ამბობდა და შავზე კი შავს. მაშინ ყველა შეძლების დაგვარად ვებრძოდით სისხლიან ავტოკრატიას სააკაშვილისა და მისი მოთვინიერებული ვამპირების სახით და მაშინ არავინ დარბოდა საზღვარგარეთ და ქვეყნის საწინააღმდეგოდ არ მავნებლობდა. თუმცა ალბათ ამის გაკეთებაც შეეძლოთ. აგვისტოს ომის მერე ჩემი საზღვარგარეთელი ნაცნობ მეგობრები მელაპარაკებოდნენ, მეკითხებოდნენ იმ თავითვე წაგებისთვის განკუთვნილი სამხედრო ავანტიურის შესახებ. უნდათ რომ მე ბრალი წამეყენებინა ჩვენი იმდროინდელი მთავრობისთვის, მაგრამ მკრიჭა მქონდა შეკრული და ჩემიერ უაღრესად მოძულე სააკაშვილის მიმართ სიტყვა არ დამიზრავს. იმიტომ რომ ის რაც ხდება ლას-ვეგასში, რჩება ლას-ვეგასში. მერე როდესაც დრო გავიდა და დაძაბულობა მკვეთრად იკლო, უკვე მივეცი თავს უფლება და უცხოელებთან სააკაშვილსა და მის რეჟიმზე ყველაფერს ვლაპარაკობდი. თუმცა აზრად არ მომსვლია, რომ ვინმესთვის მეთქვა, ნეტა თქვენმა ქვეყანამ რამე ცუდი გაუკეთოს ჩემს ქვეყანას თქო. ალბათ გესმით, რასაც ვგულისხმობ, მეგობრებო. გასულ კვირას ვუსმინე მკვდარმზერიან პაվել ხერჩინსკის, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებაზე ნეტარი ოცნებით ლაპარაკობდა. ხერჩინსკის ჭკუაც ვატირე, მაგრამ მის მერე ნაცი პავლენიშვილი გამოვიდა და ისიც ოცნებებში წასული ლაპარაკობდა, რომ იქნებ ევროკავშირმა როგორმე ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმების საკითხი მოაგვაროსო. აი ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი ამბავი, მეგობრებო. ანუ ნაცი პავლენიშვილი და სხვა ნაცები, ვინც ევროპაში დარბიან და მუხლებზე ხოხით ეხვეწებიან ევრობიუროკრატებს, საქართველოს ვიზა ლიბერალიზაცია გაუქმებო, თვლიან რომ კარგ საქმეს აკეთებენ? თუ ასე თვლიან, მაშინ უბრიყვესი ბრიყვები ყოფილან და თუ იციან რომ მავნებლობენ, მაშინ დაუმალავი და დაუღალავი და დაუძინებელი მტრები ყოფილან და რა შუაშია აქ ოპოზიცია. ნაცი შინ რომ ბრუნდება, საინტერესოა ოჯახს რას ეუბნება, დღე როგორ გავატარეო. ალბათ ამბობს აფსოს დღესაც ვერაფერი ვავნე ქვეყანას. არ გამომივიდა მისთვის კვანტის გამოდება და ოჯახის წევრები თავსევლებიან პატარას და აწყნარებენ. არა უშავს ლევიკო ან სალომიკო ან ანიკო. დღეს არ გამოგივიდა, ხვალ გამოგევა აუცილებლად და ლევიკო ან სალომიკო ან ანიკო მერე ტკბილად იძინებს და სიზმარში დიდი გაუქმება ესიზმრება. ის კი რა საინტერესოა, როდესაც ადამიანი ცხოვრების შემოდგომას მიუახლოვდება და წესითა და რიგით რეფლექსიას მიეცემა, აი ნაცის მაგვარ ორგანიზმს რა გაახსენდება განვლილი გზის შესახებ, თუ როგორ ავნო ქვეყანას, როგორ და რა ავნო და მე ამით კვაყოფილი იქნება და იტყვის რომ ტყუილად არ უცხოვრია და რაც თავარია. იმის არ იყოს ელისაშვილი ადგილობრივი არჩევნების მოგების შემთხვევაში, რომ მთელი ქალაქის პარალიზებას აპირებდა და რატომღაც ეგონა, რომ მოქალაქეების გულს მოიგებდა. ამ ნაცებსაც რა გონიათ, თუ კი ვიზა ლიბერალიზაციის აკრძალვის ცდელობა გამოუვათ, საქართველოს მოქალაქეების მადლიერების გზნობა მათ მიმართ გაიზრდება? საქართველოს მოქალაქეების გულს მოიგებენ? საქართველოს მოქალაქეები მათ მოეფერებიან და ძალადობრივი გზით დააბრუნებენ ხელისუფლებაში? ხომ არის ეს სრული აბსურდი და სიბრიყვე, მეგობრებო და
ამიტომაც ვამბობ, ყველაფერი, მაგრამ მათ ოპოზიცია არ უნდა ერქვათ. ოპოზიცია ასე არ იქცევა. ოპოზიცია ქვეყანას არ უნებს. ხომ წარმოგიდგენიათ ამერიკის რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრები იგივეს რომ აკეთებდნენ, რასაც ჩვენი ნაცები ხლართავენ. განა მათ ოდესმე ეკნებოდათ ხელისუფლებაში მოსვლის იოტისოდენა შანსი მაინც. და ბოლოს ისევ პაվել ხერჩინსკის უბრუნდები. მან თქვა ძალიან დასანანია რომ ევროკავშირზე შეტევა გრძელდება და იმატა კიდეცო. მე კი ჩემი მხრიდან უპასუხებდი. პან პაվել ევროკავშირმა შეტევა პირველმა დაიწყო. დიახ, პირველმა დაიწყო და ვერაფრით წარმოედგინა რომ გასხივოსნებულ ევროკავშირს ვინმე გაუბედავდა ადეკვატური პასუხის გაცემას. საქართველომ კი გაუბედა და ამით ძალიან ვამაყობ. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.